როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი კლება. ვიღაცისთვის შეიძლება რაღაც ერთი კონკრეტული გზა სწორი იყოს, ვიღაცისთვის არასწორი. შენ თვითონ როგორ იკვებები? შენი ყვება მოარგო აი შენი ცხოვრების სტილს. ბევრჯერ მიცდია რა შენი რაღაცები და მაგრა გამომადგა. გრძელვადაში რამდენად შევძნებ ამაზე მიყოლა. ყვება დამეწერ როგორც ქაბაბი უნდა იყოს უეჭო. არის სანდრო უნდა ჩაურთო ქაბაბა. ქაბაბის დიეტა და დაკნება შეენეო. გამარჯობა, მოგესალმებით ოქტოპუს პოდკასტიდან. ჩვენ ვლაპარაკობთ ზოგადად ყველაფერზე, რაც ეხება ფიტნეს, სხეულს და გონებას და რაც ზოგადად გვაკავშირებს დარბაზთან. ასე რომ არ გამოტევოთ ხოლმე ჩვენი ოქტო ეპიზოდები Spotify-ზე, YouTube-ზე და რაც თავარია რომ გამოგვიწეროთ და დალაიქოთ ჩვენი გვერდი. დღევანდელი კიდე ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი არის ძალიან ცნობილი ნუტრიციოლოგი სანდრო გოგოხია. გამარჯობა სანდრო. გამარჯობა, მოგესალმებით. როგორ ხარ? მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, მსმენელს. გადასარევად. თქვენ როგორ ხართ? ჩვენც კარგად მადლობა. კარგი, მოდი სანდრო დავიწყოთ, მაშინ გადავიდეთ ესე ნენელა და მივუყვეთ და მივუყვეთ რა. პირველი ესეთი აი კითხვა გვაქვს, ნახე როგორი ზოგადად ეხა დღევანდელი თემა იქნება კვებაზე და ძალიან აინტერესებს ხალხს მით უმეტეს შენგან რომ გაიგოს ხო საღი ზოგადად აზრიც ფიტნესზე და არა ფიტნესზე ისე ზოგადად ადამიანი როგორ უნდა იკვებებოდეს. ყველა ადამიანს ისე გამოდის რომ სხვადასხვა რაოდენობა ენერგია ჭირდება რა. თუნდაც სულ ერთი და იგივე რაღაც ერთი და იგივე ვარჯიშებს აკეთებდნენ ინტენსივობა და იგივე იყოს ცხოვრების სტილიც ასე თუ ისე არა ზუსტად ერთი და იგივე მანძილს დადიოდნენ გონებრივად ერთი და იგივე სამუშაოს ასრულებდნენ მაინც უმეტეს შემთხვევაში აი 7 მილიარდი ადამიანი მაინც ყველასი ასე თუ ისე განსხვავდება. ყველას სხვადასხვა რაოდენობა ენერგია ჭირდება, რომ ეგ ყველაფერი ერთი და იგივე რაღაც გააკეთონ რა. განსხვავება შეიძლება ძალიან ცოტა იყოს ვიღაცას მაგანიძე ვიძახი 2000 კალორია ჭირდებოდეს, ვიღაცას 1900, ზოგს 1800, 1700, 200. ამ რიცხვებს მაგანიძე ვიძახი, მაგრამ მაინც განსხვავება სულ არის რა. ყველაფერი ერთ და იგივე რო აკეთოს, მაინც ყველა ადამიანი ასე ვთქვათ ინდივიდუალურია რა. ამიტომ ესე რომ აი ზოგადად ვთქვათ აი დეფიციტი ამდენ კალორია შეჭამთ და რაღაც X რაოდენობა ადამიანი ყველა დეფიციტში აღმოჩნდებით არა. აი ძალიან ისე არა, მაქსაკით ინდივიდუალურად უნდა მიდგომა რა. უნდა შეკითხვები აი რას ჭამს, როგორ ჭამს, რამდენ კალორიაზე როგორ ინარჩუნებს, როგორ ცხოვრების სტილი და იქიდან გამომდინარე რთული დასადგენი არა, მაგრამ ზუსტად რო დაადგენ დეფიციტი არც მარტივი არა, ცოტა ესეთი პროცესია. ხო, თან გააჩნია, ხო, ეხა ადამიანი ვარჯიშობს, არ ვარჯიშობს, მაგ ყველაფერს გააჩნია კი, ზოგადად ისეთი რუტინა აქვს რა. რამდენად აქტიურია, თქვათ მიზანს გააჩნია რა აქვს მიზანი. დეფიციტი დიდი იყო შეიძლება ნაკნები ზოგადად როგორც თქვი ანუ არც ძალიან რთულია მაგის დადგენა და ისეც მარტივიც რაღაც Google-ში აიღო და ჩაწერო ამდენი ამას ვაკეთებ ამდენი წნის ვარ და ამომიგდო ზუსტად ხო ეხლა ძალიან ხშირად იყენებენ ხოლმე ChatGPT-ს რა და ChatGPT-ს რო ჩაწერა ის ვარ ამდენი წნის ერთი მაღმე ვარჯიშობ ამოგიგდებს რიცხვს რომელიც ზუსტი ვერანაირად ვერ იქნება ვერც ChatGPT-ს, ვერც Google-ის და ვერც რავი კიდე რო გამოვა იმის ნათქვამი, მაგრამ ახლოს იქნება ძალიან დეფიციტი და მე ეგ რიცხვი უნდა აიღო და მაგ რიცხვს უნდა დააკვირდე, მიყვე დიდი ხნის პროცესი არა, სადღაც ერთი კვირა 10 დღე მაქსიმუმ დაადგენ ზუსტად აი შენთვის დეფიციტი რა გამოდის რა. ცოტა ისე რა თუ გაიაზრებ, ყველაფერს სწორად გააკეთებ, ხო, რა თქმა უნდა. მანდედან გამომდინარე იბადება კიდე ერთი კითხვა რა ხშირი არის ხოლმე რომ ადამიანები შიმშილობენ. ხო. აი რატო არა რეალურად შიმშილი ეფექტური გზა სხეულისთვის, მეტაბოლიზმისთვის როგორ არის? და აი როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი კლება რა ამ პროცესში. როგორ აიცი, მიზანს გააჩნია ადამიანს რა აქვს, მაგრამ აი ვისაც თქვათ წონის დაკნება უნდა და აი ეგრევე ძალიან დიდ დეფიციტს, ანუ შიმშილზე გადადის ფაქტობრივად არაფერს არ ჭამს რა. ზოგადად მაგის მიზეზი ზოგადი ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია, მაგრამ ძირითადი მიზეზია, რომ ნებისმიერ
შედეგი რაც უნდადეს, უნდა აი ძალიან სწრაფად რა, აი რაღაცა ეხლავე 10 კილოს აკნება ერთ კვირაში ან რაღაც კონკრეტული დღე აქვს და უნდა ძალიან ბევრი ძალიან სწრაფად დაიკლოს რა. ძალიან ბევრი ძალიან სწრაფად, ანუ რასაც ჭამ ძალიან ბევრი და მოაკლო. ცოტა გონებრივად რო უკვირდება, ხდება რა, რომ 10 კილო ძალიან რაღაც სწრაფად მინდა დაკნება ერთ კვირაში, ანუ რასაც ჭამ ძალიან ბევრი უნდა მოაკლო, რომ სწრაფად დავიკრა. რა ყოველთვის ეგრე, ანუ ფიზიკურად შეუძლებელია. აი ხა ერთი კვირა ხო 10 დღე, 2 კვირა ცა შეიძლება გაძლოს ადამიანმა რაღაც სასწაული ქორწინი აქ ან რაღაცა სასწაული ივენთია და რაღაც მილიონმა კაცმა უნდა ახოს შეიძლება აი გონებრივად ისე ქნას რომ გადაკეტოს ყველა, მაგრამ ფიზიოლოგიურად აი არ გამოდის ბუნებრივად შიმშინი და შეინარჩუნე ეგ შიმშინი. აი ძალიან ბევრია ესე გადასული. რაც არ უნდა დაიკლოს, მაგ ერთ კვირაში იქნება 10 დღეში თუ 2 კვირაში 7 კილო, 10 კილო, რამდენიც არ უნდა დაიკლოს, ფიზიკურად მაგის შენარჩუნება არ გამოდის რა და ცოტათი კი ხდება რომ იაზრებს რომ აი სწრაფად მინდა შედეგი, ესე იგი რასაც ჭამდი, ბევრი უნდა მოაკლო. მაგრამ მერე უკვე ცოტა იქით, მერე ეზარება უკვე რა, მერე აზროვნება, რა ვიცი, მერე ნელა მოამატებ რა. არა და ამ პერიოდში თუნდაც ერთი კვირა 10 დღე ძალიან ბევრს რო ჭამდა, მე თითქმის არაფერს რო არ ჭამ, ანუ ბუნებრივად იმდენად როგორ თქვა, აი იფიტება ორგანიზმი იმდენად აი აღარაფერს ხო მერე უკვე აი რომ მოვათანის კონკრეტული რიცხვი თუა, აი რაღაც მივახტიე და ჩავამთავრე და გონებრივადაც всё უკვე მორჩა და გადავეიშვა. მით უმეტეს თუ ვარჯიშობს ხო აი რა ყველაფრისგან დაცნენია გლიკოგენი რაღაც გამა აღარაფერი არ შეუნია და всё გონებამაც აი იმ რიცხვს მივახტიე რაღაცა ძალიან დიტანჯო გამოვიარე და დავაი მივაშვა. ეს რაღაც ორგანიზმის გთხოვს და ფსიქოლოგიური ისიც არის რა წნეხიც რა ეგ რა. ხო რაღაცა ამაყობენ ხოლმე რა მოდიან და ვიცი რა აი დღეს არაფერი არ მაქვს ნაჭამი და უსწორდება რა. ნუ აი რაღაცა ჯვარისმით ეგ რომ რეალურად ანუ შიმშილი სწორი გზა არაა რა. რაც არ უნდა გზა აირჩიო რა. ვიღაცისთვის შეიძლება რაღაც ერთი კონკრეტული გზა სწორი იყოს, ვიღაცისთვის არასწორი. ყოველთვის უნდა შეხედო აი გრძელვადაზე რა, ერთი კვირა, 10 დღე, 2 კვირა, კაი, მაგრამ მერე, თქვა, ეს შედეგი თუ მართლა იმ რაღაც კონკრეტული დღისთვის გინდა და მერე აღარ იმენა მაგ დღისთვის თუ ემზადებ და მერე აღარ გაინტერესებს, კაი, კი ბატონო, კიდე რაღაცნაირად მისაღებია გაიაზრებ, მაგრამ შენ თუ გინდა დაიკლო და შეინარჩუნო მერე ესე ექსტრემალურ გზას რო ადგები თავიდანვე, აი ხო, ნუ მაგის შენარჩუნება 0%-ია რა. შანსი არა. აი ხო არის კიდე რაღაც ფაქტორებია რა, რომ იწვევს შეშუპებას, რაღაცა წყლის შეკავებას. ხო. და ზოგადად რაღაცა წონა რო უჩერდება, თან მატებაში მიდიან რა. აი როგორ უნდა განასხვავოს ზოგადად ადამიანმა, რომ რაღაცა რასთან არ კიდე ყნების დროს ხო, ყნების დროს კი. ეგეც ხო, ეგ ისეთია რა, ეგ უკვე ყნების პროცესის ის არის რა, თავისებურებები ასე ვთქვათ რა, ეს ყველას არის რომ აი 2 კვირა ვერ ვიკლებ და აი რა ხდება და მე არის რომ ძალიან ისე არიან რა. აი ხო რა, ეგ ვარიანტებიც ანუ ყნება ისე არ ხდება რა, რაღაც დაიწყე თუნდაც ანუ დეფიციტში იყო ყველანაირად. ანუ ყოველთვის ესე სასწორი ყოველ დღე რაღაც 200 გრამი აი ესეთი ხაზით არ მოდის რა. ხან შეიძლება ღამე ვთქვათ 10 საათზე იძინებდი, უცებ რაღაც ისე მოხდა რომ პირველამდე ვერ დაიძინე. დინით ადრე 8-ზე დგებოდი, უცებ მოგიწია 6-ზე გაღვიძება. რაღაც კონკრეტულ სასაკვებს ჭამდი, უცებ მოგიწია საერთოდ სხვანაირ კი დეფიციტი შეინარჩუნე ამ მაგალითებს რაც ვიზახი, უბრალოდ რაღაც ცრუნები მოხდა. რაც ისე მოხდა რომ ცოტა მარენიანი ბევრი ჭამე. ისე მოხდა რომ რაღაც მე ღამე მოგწყურდა და რაღაც ჩაი ან ყავადანი ან რაღაც და ეგ ყველაფერი მოქმედებს ხო რა თქმა უნდა კი სასწორზე რა და მეორე დღეს ცოტა აიწია ერთი დღე ავარდა ჩამოვარდა ანუ ეგ მით უმეტეს თუ აი როგორც თქვით რა ცოტა გრძელვადაზე იყურება და ანუ გააზრებული აქვს რომ აი დაიკნებს და შენაშო ეგ ცნებებიც ანუ ვინც არ იცის შემინია თქვა რომ იყო გარდაუვანია ვინც იცის აი მიხვდება გზად რა რომ აი ეს წონა რაღაცა ცნება იყო ადრე გაიღვიძა ან გვიან რაღაც დაიძინა კოშმარი ნახა მეორე დღეს ცოტა ავარდა წონა მესამე დღეს ისევ ჩვეულებრივად როგორც ცხოვრობდა ისე გააგრძელა ისევ ჩამოვარდა წონა ანუ ეგ პროცესის ნაწილი ასე ვთქვა და არაფერი გასაოცარი არა თუ დეფიციტში ვთქვა რაღაც კალორია უნდა მიგეღო და ის
იმ კონკრეტულ X კალორიას არ გაცდი, ანუ კრნება უეჭვენი მიმდინარეობს. პროზა ეს კრნება სასწორზეც ყოველ დღე ჩანდეს ზუსტად რამდენიც რეალური კრნება ეგ ხო, იმიტომ რომ ყოველ დღე რაღაცა ადამიანი ელოდება, რომ აი ყოველდღიურად უნდა დაიკლოს რა. მიუხედავად იმისა, რომ აი შეიძლება მართლა იმას იცავს, რომ იქნებდეს უბრალოდ ყოველდღიურად სასწორზე რეალური კრნება ჩანდეს, არ ხდება ბუნებაში სამწუხაროდ ეგრე. ეგ ისეთია რა, ეგ რო ეგრე ხდებოდეს და კრნება ეგეთი მარტივი რო იყოს, რავი, ყველა დაიკლოს. ცოტა რთული უნდა იყოს, რაღაც იწვალოს, იბრძოლოს და მე ხო, თან გრძელვადიანი პერსპექტივაც უნდა იყოს რა, ზოგადად აი არ უნდა იყოს რაღაცა ორკვირიანი, ერთვიანი, მე რო აიძახიან, რომ აი არაფერი არ გამომივიდა და ნუ აი დავიწყე ისევ ჭამა რა. რაღაცა სტრესიც არის ხო ორგანიზმისთვის და ადამიანი მაინც გინდა არ გინდა რაღაცა შედეგს რო ვერ ხედავს, მე იქ აი რაღაცა ბუნებრივად უკვე აღარ გამოსდის რა ისე რა, თუნდაც აი ვარჯიშის დროსაც რა, მე ანებებს თავს. რო აი არაფერი არ გამომივიდა რა. და ეგეც რაღაცაა რა, ყველა რაც ასე ვთქვათ, ცოტა კარგია და რაღაც დიდ სიამოვნებას, დიდ რაღაც სიამაყის გზნობას რაღაც, ესე მარტივი მისაღწევი რო იყოს ყველა გატრუხდებოდა. ყველა უცებ ორი კვირა ივარჩე, რაც გინდა დაიკენი, ორი კვირა ივარჩე, დაიკუნთე როგორც გინდა, ეგრე რო იყოს, რომ ყველა ისე იქნება. აი ორ კვირაში რო ხოდა. აი ყველაფრის, აი ორი კვირა რო. აი მალე რაც გინდა დაიკუნთე, გინდა გამოჩი, რაც გინდა. სანდრო, ძირთადად რა შეცდომებს უშვებენ ხალხი აი ამ ექსტრემალური დიეტების დროს რა, აი გრძელვადიან პერსპექტივაში. აი ყველაზე ეგრას თქვი რა, აი საერთოდ იმენა ნომერ პირველი მე რაც ჩემი გამოცდილებიდან და ძალიან ბევრი ხალხთან აი ვისთანაც მქონია ესე ყველაზე პირველი და ყველაზე დიდი შეცდომა რა, აი ყველაფერი უნდა სწრაფად რა, ძალიან მართლა ორ კვირაში უნდათ აი რაღაცა არაძოს არ უვარჯიშია და შენ 15 წელია ვარჯიშობ და რაღაცა კილოგრამი მოიმატე და შენ ტანზე ეგრევე რა ხო რა, ორ კვირაში უნდა რომ შენ ტანზე დადე, აი ხო რაც არ უნდა ქნას ყველაფერს არასწორად იზებს, იმიტომ რომ ბუნებრივად არ გამოვა ეგრე რა და აი ეგ რო 1-დან 1000-ზე ერთ დღეში უნდა გადასვლა რა, მე რო ფეხბურთს არასდროს არ მეთამაში არც მივარჯიში არამედ ეზოში თუ გამიგორება და უცებ რო გადავწყვეტო რომ აი ხა მე მინდა 27 წელს ასე ფეხბურთი ვითამაშო და მესი და კრისტიანო ხო საქართველოს ნაკრებში მათამაშე ანუ ხო არ გამოვა ანუ სულ რომ მიმიშვან დავაწადი ითამაში აუ რა ეგრე არის რომ აი ორ კვირაში მინდა დავიკუნთონ ორ კვირაში მინდა კუბიკები გამომივიდეს და როჟა არის რაღაც 35 წელი ჭამდა ყველას და ყველა არ გამო აი მოთმინების უნარი არის მოთმინების უნარი არის ყველაზე აი მარტო ვარჯიში და კვებაზე არის ზოგადად რავი რა სამსახური იქნება ურთიერთობებით რა თან ისე ხასიათზეც მაგრამ მოქმედებს ხო აი რაღაცებს რო იკლებ და ის არ გინდა ჭამა აი ყველაფერი რო გინდა ერთად ხო იცი აი რაღაცა ერთი კვირა აი შეიძლება რომ აი კარგად გაძლო და აი რაღაცა мотиваცია გაქვს და რაღაც შენ თავთან რომ აუ ერთი კვირა მაგრა ვიცავ და აი სადღაც აი მეორე კვირის ბოლოს მაგრა გენძრება აი ამ ეგრე ძალიან ექსტრემალურად რო აჭერ უეჭვენი რა გინდა ფიზიოლოგიურადაც ორგანიზმი და გონებრივადაც ორივეგან ბიზნესია რა იმიტომ რომ შეიძლება ვაფშე არ უნდადეს შენი დანახვა რა როცა ავარჯიშებ რა და ციტო ტრენერი ყავს აყვანილი და აი ეზიზღები ალბათ მქონია რა მსგავსი გამოცდილებები რა როგორ იცი მითქვია რომ აი ვიცი რომ მაგრა დაგინდა ეხა ჩემი დანახვა მაგრამ ნუ აი რა ვქნათ რა აი სახეზე რო ეთყობა ხო იცი მაგრამ აი უნდა იაროს რა აუცილებლად აბა ხო თან ეხა იკულია გადახდილი თან რაღაცა ჯიმში უნდა სე ფორმაში უნდა მოსვლა უკვე ახლოვდება ხო იცი აი მარტი აპრილი მაისი და ივნისში რო უკვე აი საკაი ჩაზოლები ტრაკიდან მენები რო ამოდის და მე მაგრა ასწორებს რა აი რას ვიზავთ ხო ნუ აი სუმაგას ვცდილობ რომ აი არა ესე უცებ რო ხდებოდეს ხო მეც რაღაცას ის ვიქნება ყველაფერს ან დრო უნდა რაღაც კი იაზრებენ აუ ეხო მომენტა ეგრე რო იყოს ხო მაგრამ მაინც არა რა მეორე ერთ წუთი აუხსნი რაღაც გაიაზრებს და მეორე ვარჯიშზე მოვა და დავა ისევ ყველა გადავიდით რაღაც არ მინდა ჭამა არაფრის 3 საათი ვარჯიშობ კარდიო 5 საათი გავაკეთე ხო და აი მე ნახე რაში გადასდით ხოლმე იცი რომ აი დავარღვიე და აი დღეს 3 საათი უნდა ვიდგე კარდიოზე და აი სიტყვაზე ზეგრო აქვს ვარჯიში მოდის ვაფშე აი როგორი დაბრედილია იცი აი ენერგიანული აქვს ხასიათს ხო იასნია ურტყავს და აი ნუ ადამიანს აი მქონია რა ეგეთი გამოცდილება რა აი 100-დან 95 ანუ
აი ეგრე არა. აი 5 ადამიანი არის, რომ აი მართლა იყურება აი ძალიან გრძელვადიან აი პროცესზე. რა თუნდაც 6 თვე 1 5 არა, 100-დან 1. ერთი, აი, 5 ხო. ძალიან ბევრი. კი, 5 ველურით. ერთი ხედავს აი ცოტა შორს რა, კი. დანარჩენს ყველაფერი უნდა თხეს რა. კი, დღეს ბიჭო, ერთ თან საათს. პრობლემა რაშია, იცი? რო უხსნი. რატომღაც გაგებაც არ უნდათ რა მაგის. რა ულაგებ, რომ ეს ესე მუშაობს. მაგრამ რომ თავისებურად აწვევია რა და გიბრაზდება მე რა, არ გამოვა, ცოტა ესე უნდა არამე რაღაცა შენ მიშნი ხელსო და რაღაც აუ გეჩხუბება. თან ისიც მაგარია, იცი? აი თუ ვარჯიშობს დარბაში და რაღაცა და ტრენერი თუ ყავს აყვანილი უცბად გაიხედება, აი მუცელს შეხედავს სარკეში რაღაცა. 1-2 კვირა არ ვარ. ხო ისე დიეტაზეა და საკაიფო თუ არა, რაღაც კარგად გამოვიყვნენ და როელოდება. არ ვაი შენც უთხრა რომ აუ ბიჭო რა კაი ფორმაში ხარ. მაგრამ მაგ დროს ბიჭო არ არსებობს. რატო არ მაგ დროს ხო რო უთხრა რა კაი ფორმაში ხარ. ჩათვალე რომ ერთი თო ეგრევე აი ყველაფერი შეჭამს. ეგეც არის, ეგ აი როგორ აიცი ვიღაცას რავი, აი რო თქვა რაღაც 20-ან 30 კილოს დაკნება რა უნდა და აი პირველ 5 კილოს რო დაიკნებს და ცოტა რომ მოეწვა, აი კმაყოფილების შეგრძნება როგორც კი შემოდის, თან მით უმეტეს თუ აი ცოტა იწვალა რაღაც იშრომა რაღაც და აი 5 კილო დავიკნე და როგორც კი კმაყოფილება და მე უჩნდება რომ აი თავისთავი რაღაცა დააჯილდოვოს თუ რაღაცა აი შენ ხა იშრომე იწვანე ცოტა შედეგს მიაღწია და დავაი დააჯილდოვე და ეს ჯილდო გადადის ისევ 5 კილო რაც დაიკლო ისე მოიმატებს და მაგ წრეზე დადის ხოლმე. კაი, სანდრო, ერთი კითხვა კიდე, როგორ მოქმედებს სტრესი კვებით ჩვევებზე? ეგ რო გავშალოთ. ეგეც ისეა რა, აი როგორც თავიდან რო ახსენეთ რა, ინდივიდუალურია ძალიან, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში აი 10-დან 9 ადამიანის შემთხვევაში აი ყველას უნდა რომ აი სტრესი ხო აქვს რაღაცა ან ეთკინა ან რაღაც გაბრაზდა ან რაღაცა სამსახურში რაღაცა ჩამოაქვეითეს ან რაღაც გააგდეს ან რაღაცა ისეთი რა რაღაცა დააკლდა თითქოს და უნდა რომ შეივსოს რაღაცა ცუდი შეგრძნებები ქონდა და ეხა სასიამოვნო შეგრძნებებით ჩაანაცვლოს ასე ვთქვათ რა აი მაგ დროს ცუდი შეგრძნება რაღაც ცუდი შეგრძნება იქ მიიღო და აქეთ უნდა რომ აი ხა დამცხვარი უყარს ან ტორტი ან რაღაცა შაქარი ზოგადად იმაშვება რა ეგრევე кай ხასია და აი რაც ცუდი შეგრძნება მიიღო უნდა რომ გადაფაროს ამ ჭამით რა ვიღაცა ძირითადად მაგ შემთხვევაში ყოველთვის ყველას აი ესეც ან ჯანკი ან რაღაც ძალიან ბევრი შაქარი რო აქვს დამცხვარი ტორტი ან რაღაც ისეთ პონჩი აი ჯანმრთელობისთვის გინწონის დაკნება, ვარჯიშობდეს, ჯანსაღი არ უნდება რა, ყოველთვის ყველაფერი ცუდი უნდება რა. თუმცა არის მეორე ვარიანტი, როცა აი ძალიან ცოტა პროცენტი 10-დან ერთ კაც მე მაგალითად ეგრევა რაღაცა სანერვიულო ან სტრესი რაღაც თუ შენ თო პირიქით ვაფშე ვერ ჭამ რა. საჭმენი აი გონებაში არც კი მახსენდება რა, აი ჭამა ზოგადად რა არის, იმდენად თქვათ იმ პრობლემას ან იმაზე ვარ გადა. ეგრე ძალიან ცოტა რა, ყველა მაინც ყოველთვის აი გაურბის და თავის დაღწევას ცდილობს რაღაცა ცუდი შემთხვევა და კარგი ნახოს ტორტი ნამსხვრ მაცივარი გამოღოს რაც კია ჩაიყაროს რომ რაღაცა მაინც ცოტა სიამოვნება ის ერთი აშკინაყინი რომ გათხოვე აი ძიმე მდგომარეობა რაღაცამ შეუმსუბუქოს რა მაგას იქად მერეზე ვეღარ ფიქრობს რა ეს რო ჭამა იმ პრობლემას სამსახურიდან რომ გააგდეს ეს რო შეჭამს რა დააბრუნებენ ანუ აი რო დაურეკო ეგრე თქვენ დაგაბრუნეთ და მერე კიდევ ნოტაც და აი ვაფშე დაგაწინა მერე მოდის კიდევ უფრო ცუდი რომ თან სამსახურიდან გამაგდეს და თან წონის დაკნევა მინდოდა და გავჭამე მთელი მაცივარი და ვაფშე რა ადამიანი ვარ და წავა და არ ვიცი რა სიზამს კედელს დავსრულ ანუ ცოტა ისეთია რა აი ფსიქოლოგიურად იგრო მაგ დროს მიხვდე რომ აი ეს რაღაცა სტრესი მაგ და პრობლემა და მაგის მოგვარებაში ტორტის ჭამა არ დამეხმარება ნამცხვრის აი რთულია რა მანდ უკვე ისე გონება ვეღარ ძნევს ასე ვთქვათ აი ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას რომელსაც აი შაქარი უნდა ტკბენი უნდა სიამოვნება უნდა და თუმცა ისეთია რა მაგას თუ რაღაც სისტემატიური სახე არ აქვს რა აი ყველა პატარა ოდნავ რაღაცა წაინერვიულა გავარდა ჭამა რაღაცა ძალიან დიდი ისეთი თუ მოხდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და წავიდა და შეჭამა რა თვეში ერთხელ იქნება თუ კვირაში ერთხელ თუ რაღაც ორ თვეში ერთხელ მერე რა არაფერი და ზოგი პატარა რაღაცაზე ოდნავ მაინც გაბრაზდება ან რაღაც გავარდება ჭამს უკვე პრობლემაა ძალიან სანდრო და ეხლა კიდე ერთი ის არის რა რომ აი საღამოს ჭამა საღამოს ჭამა არის ცოტა ისეთი საკითხი რა რომ აი
საღამოს რო რაღაცა სასუსნაოები გინდება, ხო იცი რაღაცა იქ რაღაცა შეჭამი, რაღაცა შეჭამ. ხელით მოცნი ხო, და აი როგორ უნდა მოერგოს ახლა ზოგადად აი ამას ადამიანი რა, თან რომ აი რაღაცა არ გაიქცეს ეს წონა და რაღაცა ძილის ციკლიც არ აერიოს და ჯერ მთავარი მიზანი რა აქვს რა. ეხლა თუ პირიქით ვარჯიშობს, მომენტ კონტური მასა რაღაცა მომატება უნდა საღამოს რა პირიქით ძინის წინაც რაღაცა ისეთი თხილა მიეცი რაღაცა პირიქით კაი. თქვათ ეხლა გავნახილოთ თუ წონის დაკნება უნდა რაღაცა. აი ორივე რო განვიხილო. თქვათ თუ წონის დაკნება უნდა და თქვათ ისეა რომ საღამოს უფრო შივდება რა. დეფიციტი იცის რაღაც ეს რაოდენობა საჭმელი უნდა ჭამოს რა. რა მოსახერხებელი და მარტივი იქნება მისთვის რომ დღის განმავლობაში თუ შეესაძლებელია რომ რა ცოტა ნაკნები საკვები მიიღოს იმ საკვებიდან ცნიანი ჯამი რაც უნდა ჭამოს და საღამოს როცა აიც მუცნაობა არის ტელევიზორთან ზის თუ რაც საკეთებს რომ უნდება მაგდოს მეტი საკვები შემოიტანოს და ეგრე ბევრად მეტი შანსი იქნება რომ ეს დეფიციტი რაც აქვს ანუ რაღაც რაოდენობა საკვები რაც უნდა ჭამოს იმას არ გადაცდეს რა თუ თქვათ დღეჩივდება ღამეც აი ვერუძე მაშინ რაღაც ისე უნდა ქნას რა აი გაჩნია რას ჭამს რისი ჭამა უნდა რომ თქვათ ყველა ჭამას რაღაც თქვათ ისევ ტელევიზორთან ზის და პოპკორნი უნდება ან რაღაცა რომ რაღაც 100 გრამი პოპკორნი ყველა საჭმელს რაღაცა ცოტა მოაკლოს კალორია რომ იმ 100 გრამი პოპკორნი ჭამოს რა შესაძლებელი სწორად უნდა და ეგ ინდივიდუალური ყველაფერი და ხშირად გამიმეორებ მაგას რომ ეგეც ინდივიდუალური ვიღაცას თუ აი უეჭვენი მოცემულობა რომ აი ყოველ საღამოს თუ არა ყოველ მეორე საღამოს ტელევიზორთან უწევს დაждемо და რაღაცა უნდა პოპკორნი თქვა აი ისე უნდა მოაწყოს თავისი კვება რომ აი საღამოს პოპკორნი ჩაატიოს იმ დეფიციტში და усё ეგ არის რა უბრალოდ აი ეგ ჩემი ცხოვრების სტილი ეგეთია მოდი აი ჩემ კვებას ამას მოვარგებ სწორად ამ ყველაფრის განსაზღვრა დაგეგმა აი ეგეც აი ცოტა თვითონ უჭირს და მომენტ აი დარწმუნებული ხარ ყველა საინტერესებს რა შენ თვითონ როგორი იკვებები აი როგორი გაქვს რა ესეთი დღის რაციონი რა თან ვარჯიშობ ხა თან ვარჯიშობ ძირითადად აი ცოტა შეცივდება ზამთარში ცოტა ისე ვარა ვინარჩუნებ ან ნენელა ვიმატებ და ცოტა გაზაფხულისკენ ზაფხულში რომ მსუბუქად თხლაც ვიყო ზამთარში რაც მოვიმატებ მაგას ვიკნებ რა ჩემი ჭამის ამბავი ძირითადად სულ ვიმატებ ვიკნებ ორჯერ ვჭამ ძირითადი ორი ჭამა რა დინით ვთქვათ დიდი საუზმე ვარჯიშის მერე რაღაც შეიქი ბანანი რაღაც ისეთი ცოტა წასახემსებელნი და საღამოს კიდე დიდი სადინი ვახშა რაღაც კაი და დიდი ძირითადად სულ ეგ ორი მთავარი ჭამა და ერთი ვარჯიშის მერე შეიკი ან რაღაც ისეთი. ანუ ოქროშუალეს ინარჩუნე. აი სულ ისე გამოვიდა რომ ჩემ ცხოვრების სტილიც ეგრე მაქვს რა, აი დინიც რო თქვა გავიღვიძე, ცოტა წავიმუშავე, შევჭამე, მერე მთელი დღე გარეთ ივარჯიშე, საქმეები რაღაც გადაიღე, ჩაიწე რაღაცეები. მთელი დღე გარეთ ვარ და ისედაც მირჩევნია რომ ორი დიდი ჭამა ვჭამო, ვიდრე ეგ ორი 4-ზე რო გავყო და ყოველ 3 საათში რაღაც კონტეინერს ვატარო, პატარა საჭმელი ჩემთვის მოუხერხებელია რა. ამიტომ ორი დიდი ჭამა, ერთი შუაში და ეგ კალორიაც იმის მიხედვით რა. ზამთარში თუ ვიმატები ორი დიდი ჭამა, კაი დიდი გამოდის ვარჯიშის მერეც თქვა მარტო პროტეინი არა, იქ რაღაც ბანანი, შენ რაღაც კიდე ხილი, რაღაცა მივაყოლო კიდე. კალორია ცოტა მეტი გამოვიდეს, გაზაფხულში ცოტა დაკნება რომ და დაკნება რომ მინდა იქ ცილად შენება. მარტო პროტეინი იყოს, ეს ორი დიდი ჭამაც ხატარავდება და ეგ არის რა. მარტივია ძალიან. არც საქმეში ხელს არაფერში არ მიშნის, წენი დღე სამოძრაოს არბენ რაღაც პრობლემა. ანუ ენერგიაც საკმარისი გაქვს. ენერგიაც ხო რა ისე. თუმცა არის ადამიანები, ვისაც აი რაღაც ყოველ 3 საათში 4 საათში თუ არ ჭამა, ცოტა რაღაც ისეა რა, შია, ცოტა ენერგიაზეც მოქმედებს, ხო რა, შენება საქმეშიც რაღაც გაუჭირდეს, ვერ ისქნას, ვერა მასეთმა და ცოტა სხვანაირად უნდა დაგეგმოს რა. გდინი თქვა. აი ახაც მივდივართ რომ ინდივიდუალური. ყველაფერი ინდივიდუალური. პროფესიიდან გამომდინარე და რაღაც ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ცოტა ეგ წლებია კვებაზე ვარ რა. და ოდნავ რომ მიცდება, აი 3 საათს 10 წუთი რომ გადაცდება, როგორი მშიერი ვარ, ეს ასობნივა რომ ვიღაცა თავი მოვაჭამა, ცოტა გეუბნები. შენი ორგანიზმი მიეჩვე ისე რომ წნები რაღაც ყოველ 3 საათში ჩვევაზეც არის ეგ ამბავი რა. რა თქმა უნდა, ხო. ძალიან რომ მოვინდომო ესა
მე ძალიან ბევრი წერნი ესე ვარ, მაგრამ სულ აი ხვანიდან დავიწყო და ყოველ 3 საათში ნუ ალბათ ორგანიზმი რასაც ეჭვება. დროის ამბავი იქნება, მიეჩო ორგანიზმი და მე რაღაცა არ ვიცი რა ამდენი თვე შეიძლება წენი დამჭირდეს. რაღაც დრო მოვარო, აი всё რა 3 საათი გავა, მე 10 წუთი გადამისდევ, ორგანიზმი მიჩვეუნ იქნება, დავაი ჭამა მომიწევს. აი ჩემთვის ესეთია რა, ყოველთვის მამაკიტო ვიძახი, ცხოვრების სტილი როგორიც გაქვს რა, მაგას უნდა მოარგო ყვება რა, ეხლა აი მე ესე მინდა ვიყვებო და მთელი ცხოვრება ყვება, ანუ ცოტა არ არის ეგ რა, რაღაც სწორია რა. მარტო ყვებაზე ფიქრობ. ყვებაზე მოარგე მთელი ცხოვრება, შენი ოჯახი, რაღაც სამსახური, ჩემ ყვებას უნდა ერგებოდი. ცოტა ისე ჯობია ორგანიზმი მიაჩვიო შენი ცხოვრების სტილს, რაღაცა ცოტა გაიჭირო, ცოტა მოინდომო და ეგ არის რა. სანდრო, როგორც ვიცი, თან ესე ტრადიციულ კითხვას დაგისვო ჩვენ პოდკასტში რა. ოქტოპუს შევეხები. როგორც ვიცი, ჩვენთან ვარჯიშობ. კი. და გვაინტერესებს რატო ოქტოპუსი? თბილისში, რავი, ყველაზე საუკეთესო დარბაზია რა. ერთი კიდეც ძალიან მომწონს ის, რომ რამოდენიმე ფინიანი როა ძალიან კაია ეგ რა. შენობა რაღაც დარბაზი, რაღაც სასწაული გაიხსნა, რაღაც ის იყოს, მაგრამ მე რო აი ოაკეში საბურთალოზე მოძრაობ, ხანიკ ვარ ხანაკ, იქაც არის, აქაც არის, სადაც უცებ რაღაც აი, რაღაც ბევრი საქმე კონდეს, სამუშაო იქ ხარ, იქ შეირბენ, აქ ხარ, აქ შემოირბენ, ეგ ძალიან ისეთია. კომფორტის ამბავი. კი, ძალიან კომფორტული და თვითონ შიგნითაც, ნუ ეხლა ტრენაჟორებზე და იმაზე არაფერს არ მომბობ, რაღაც აურა, სტაფი, ყველაფერი ისეთია რა ცხოვრ რა, ჩემთვის მიმზიდვენია ძალიან რა. აი მოდი მაშინ ერთი ესეთი კიდე კაი კითხვა წამოვა რა, იმიტომ რომ ეხლა დღევანდელი ჩვენი პოდკასტი დარწმუნებული ვარ, რომ აი მართლა ყვებას რაც ეხება ადამიანებს უფრო და უფრო აინტერესებს, თან მით უმეტეს შენ რო ხარ ჩვენი სტუმარი, იმიტომ რომ შენ სოციალურ ქსელებს ძალიან ისე ყურადღებით უყურებ ხოლმე, დაფოლოვებული მყავ ხარ და მაგრამ აინტერესებს ხოლმე და ძალიან ისეთ რაღაცეებს იძახი, რომ ბევრჯერ მიცდია რა შენი რაღაცები და მაგრა გამომადგა. აი თუნდაც მომატებაში, თუნდაც დაკლებაში, ანუ ჩემ თავზე ხა მე ესე რეკომენდაციას არავის არ ვაძლევ, უბრალოდ ჩემ თავზე ვტესტავ ხოლმე და აი მაგრად სიტყვაზე მომატება თუ მინდა, ვიმატებ ხოლმე რა. ეხლა ყველაზე მთავარი აი რა არის, სანდრო, ეს აი სამი ისეთი წესი რა, რომ ადამიანმა უნდა დაიცვას, რა, აი ყვებას ვეხები ისევ რა, აი სამი მთავარი წესი, აი შენთვის შე რა რეკომენდაციას იძლევი ხოლმე, რომ აი მოდი ეს სამი მთავარი წესი ესადე რომ დაიცვა რა. ზოგადი რო ვთქვათ, ერთი ნუ აი ეგ რა რაც თქვით რა, ყოველთვის უნდა იცადო, რომ აი შენი ყვება მოარგო აი შენი ცხოვრების სტილს, სამსახური იქნება, რასაც არ უნდა აკეთებდე რა, სახლის საქმეები, არ ვიცი, ბავშვი ამ საათზე მიყავს ბაღში, მერე ეს ის, რასაც არ უნდა აკეთებდე, პირველი ყოველთვის ეცადე, რომ აი ყვება მოერგო ცხოვრების სტილს ისე ფიზიკურად გრძელვადაში მით უმეტეს შენთვის ისეთი იქნება რა. ყოველთვის ხან რაღაცა წაგაბორძიკებს, ხან რაღაცა შეგიშნის ხელს, ანუ თეორიულად შეიძლება ვთქვათ, რომ ავიღოთ სადაოა ეგ, მაგრამ რაღაც უკეთესი იყოს, რომ თუნდაც ყოველ 3 საათში, ყოველ 4 საათში რაღაც პატარა ჭამო, მაგრამ შენი ცხოვრებისთვის ან ფიზიკურად თუ არ გამოდის ვერ იზამ ისე რომ აი შენი ცხოვრება ყვებას მოარგო, რადგან თეორიულად ეს იდეალური ვარიანტია, ამიტომ მოდი არა, შენობა ეს, ანუ შენი ცხოვრების სტილს თეორიულად იდეალურზე ოდნავ ცოტა ისეთი ვარიანტი აირჩიო, მაგრამ შენ ცხოვრების სტილს რომ მოერგება, გრძელვადაში დიდი ხანი შედარებით მარტივად მიყვები და ჩვევაში მარტივად ჩაგიჯდება ჩვევაში და საერთოდ აღარ იქნება დისკომფორტი შენთვის რა. იქ ყველაზე ისეთია რა, იდეაში მარტივად უნდა ყველა ხდებოდეს და ნუ იდეა ისაა, რომ უნდა მოირგო ყვება და არა ყვებას მოერგო. ხო, არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გააჩნია ხა ადამიანს, რა ვიცი, როგორი გრაფიკი აქვს დღის, როგორი რუტინა აქვს და ასე შემდეგ. ანუ რაც არ უნდა ყვების სტილი, როგორიც არ უნდა აარჩიო, აი ყოველთვის უნდა იფიქრო, რომ გრძელვადაში რამდენად შევძნებ ამაზე მიყოლა. შეიძლება როგორც თქვით რა, 2 კვირა გადაკეტო მთელი ცხოვრება, ხო, აი მარტო ყვება არის ჩემი მთავარი პრიორიტეტი პირველი და სხვა არაფერი არ მაინტერესებს. კაი, რაღაც პერიოდი ესე, ანუ 2 თვე, 2 წელი ჩემ ყვებაზე აეწყოს თენის სამყარო არ გამოდის. ამიტომ ეგ თუნდაც თეორიულად შენთვის იდეალური ვარიანტი არ არის კაი, იმიტომ რომ შენ ცხოვრებას არ შეესაბამება და დიდხანს ვერ გაყვები რა. მეორე
ზოგადი რჩევა ყოველთვის უნდა იცადოს, რომ როგორ იცი? სულ აქაც თეორიულად რაღაც ყოველთვის идеალურად ყველაზე ჯანსაღი პროდუქტები აარჩიე, აი თქვათ მწონის მომატება იქნება კუნთისთვის და თუ აი ეს პროდუქტი რაღაც ხორცი იდეალურია, კვერცხი მე ანუ მარტო ეს არა, ყოველთვის აი ისე უნდა ქნა, რომ რაც გიყვარს, რაც არ უნდა ცუდი იყოს, შენი მიზანში ხელს გიშნიდეს, აი რაღაც ძალიან რო გიყვარს, რაღაც ნამცხვარი ერთი ნაჭერი ტორტი, რაღაც შოკოლადი, ეგეც უნდა ეცადო, რომ როგორმე ჩასვა შენი კვების რაციონში რა. როგორც თქვი, რაც არ უნდა შენი მიზნისთვის ცუდი იყოს, მაგრამ აი 80-20-ის პრინციპი რა. 80% თუ აი ყველაფერს რაღაც ჯანსაღ პროდუქტებს შენი მიზნისთვის, ანუ სწორ პროდუქტებს ირჩევ და ის 20% რაღაცა ძალიან გიყვარს, შოკოლადი იქნება, ნამცხვარი თუ რაღაცა შეაცრო, ანუ ცოტა გონებრივათაც ისე იქნები რა. რაღაცა მიყვარს, არა ვიკრძანე, რაღაც ექსტრემალური მას არ მიყვები. ორ დღეში ერთხელ იქნება თუ ყოველ დღე თუნდაც რაღაცა სუპერ სნიკერსის ერთი ნახევარი ძალიან რო გიყვარს შოკოლადი. ხო, თავისუფლად იმას იზამ. 100%-ს ხო ვერ გააკეთე. არც უნდა ხო რა, თუნდაც რო აი ისენი ავიღოთ რა, აი რაღაც ბოდიბილდერი რაღაც ტურნირი აქვს, აი როგორც კი მივა იმ დღემდე და აი შეიძლება 100% ჩააჭიროს და მე მეორე და მესამე დავიწყო. თენიდან ჩამოსვლის მერე რა. თენიდან ჩამოსვლის მერე აი ვაუში ბულდოზერები 100% 365 დღე მიყევი, ანუ ბოდიბილდერი, იმიტომ ხსენე, მაგის თენი ცხოვრება პროფესია ეგაა. ანუ თენი ცხოვრება პროფესია ეგაა და მაინც 365 დღე 100%-ით ვერცე ვერ მიყვება. ჩვეულებრივი ადამიანი პროსტა რაღაცა ცოტა კუბიკი გამოგიწევს. ამდენს ემზადები, ყველაფერს იცავ, აი ყველაფერს იკლებ, იქ აი ფიქრებია რომ მიდიჭამე არა, მაინც იცავ და უცბად მე-4 ადგილზე გავიხარდო. აუ ეგ ვაფშე დაბრედო. ეგ კიდე დაგეკეთე. არა პროსტა არა ეგ კიდე. ეგ მაგანითი იმიტომ მოვიყვანო, აი მართლა რო აი ცხოვრება აწყობინი აქვს ადამიანს, რომ აი კვება ვარჯიში და ეგაა მაგის ცხოვრება, იგეც არ აკეთებს თენი წენი 100%-ით ეგეც ვერ მიყვება იმას და ჩვეულებრივი ადამიანი ვიღაცას 2 კუბიკის 4 კუბის გამო არც არის აუცილებელი რომ აი 100%-ით თეორიულად სწორ პროდუქტებს და რაღაც აი არაფერი არაზროს არაჯანსაღი არ ჭამოს რა. მესამე რა შეიძლება ესეთი ზოგადი კვების ამბავში რო ვთქვათ, ნუ მესამე ხო აი კვების რა მარტო როგორ ვიტყოდი, იცი? ანუ მარტო კვება არ არის მთავარი რა, აი მარტო თუნდაც იდეალურად იკვებებოდი ნებისმიერი მიზანი რაც უნდა ქონდა რა. და ძილის რეჟიმი ხო? ზოგადად ხო ცხოვრების სტილი რა, ვარჯიში, ძინი, თუნდაც აი სტრესი უნდა ეცადო რომ ისეთ პონჩი რა, რაღაცა ძალიან საშინელ სტრესულ გარემოში თუ ხარ, არც კუნთის გაზდა გამოვა, არც დაკნება ცოტა რთუნია. აი ყველაფერი დააბალანსო რა. აი მარტო კვება, რაც უნდა მიზანი კონდეს, ანუ ეგ არის და всё არა რა. ცხოვრების აი სტილი კვებაც ერთ-ერთი არის რა, არა ერთადერთი რა, ერთ-ერთი შემოდგენილი ნაწილი აიგრო, გაიაზროს და მიხვდეს რა. რა მაინტერესებს იცი კიდე? აი ჯანსაღი პროდუქტების სწორ დროს მიღებასთან დაკავშირებით რა. აი ნუ მაგალითად დავიღოთ წიწიბურა, ხო, ნუ დიეტურია. რა ხდება თუ მაგალითად წიწიბურას მივიღებთ 8 საათზე ღამე რა? აი როგორ აიცი? გააჩნია რა. ეგეც ინდივიდუალურია. ეგეც მიზანს გააჩნია რა. თქვათ მიზანი თუ რაღაც კუნთის მომატება ან მასაზე ხარ და ცოტა მომატება გინდა 8-ზე კი არა რა 11-ზეც ჭამს. ძინის წინ რაღაც გეინერი და ცოტა თუ გიჭირს მომატება წიწიბურა კი არა, ძინის წინ ჭამაც რავი. ზოგი ბლენდერში რა წიწიბურა და ბანანი. პროფესიონალი. აუ და სელიოთ ყავასთან ერთად დილის. ხო და არა, ჩვენ თქვა თუ ეხა ისეთ წონის დაკნება რაღაცა და წიწიბურა ღამეა და ნახშირწყალი მივიღეს პონტი, ანუ თუ თქვა რაც უნდა გეჭამა, დეფიციტში რა რაოდენობა საკვების, რაღაც ყველაფერი ჭამე და დამთავრდა შენი და მე ღამის 8 საათი მოვიდა და წიწიბურის ჭამას ჯობია თქვა სხვა რამე ჭამო რა. სხვა რამში გულისხმობ, წიწიბურა ნახშირწყალია და ჯობია თილა მიიღო ისევ ჯერ ეს ერთი თქვა თუ ქშია რა, ანუ ერთი და იგივე კალორიის წიწიბურა რო ჭამო ვიდრე ხორცი, ან ხორცი ან რაღაც ცილა
ბევრად უფრო დაგანაყრებს და ნაკნები რაოდენობა გაგავსებს შიმშილს მოგიკლავს რა. ვიდრე ნახშირწყალი. ეგ ერთი. თუ თქვათ მაინც და მაინც წიწებურა გიყვარს ძალიან და აი საღამოს გშივდება, ანუ ეგ ის არა აქვს რა, რომ აი შუა დღეს ანუ უნდა ვჭამო წიწებურა, ახლა ნახშირწყალია შუა დღეს და საღამოს არ შეიძლება, არა რა, თუ დეფიციტში ხარ და შენ რაოდენობას არ ცდები, თუნდაც საღამოს მიიღო ნახშირწყალი, ანუ კნებას ეგ ვერ აჩერებს რა. ჩვეულებრივად მოდის უბრალოდ ერთადერთი ну ეგეც ინდივიდუალურია, მაგრამ აი ძინი რახან ვახსენეთ, ძილთან ახლოს ცოტა ისეთი რა, წიწებურა მომენტ არ არის ვაფშე არაჯანსაღი და არ ამგონია ძინის ხარისხში რაღაც ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინოს, მაგრამ ცოტა ისეთი, ასე ვთქვათ, შეიძლება დეფიციტში ატევდე, მაგრამ ცოტა არაჯანსაღი პროდუქტი იყოს, ან ბევრი რაღაც არაჯანსაღი სწრაფი ნახშირწყალი, ცილაც, რაღაც მოსნელ ბევრი ერთმანეთში და აი ძინის წინ მიიღო დიდი შანსია რომ ძინის ხარისხზე იმოქმედოს, თქვა ისე კარგად ვერ დაისვენო, ღრმად არ ჩაგეძინოს. ეგ მერე მეორე დღეს რო გაიღვიძებ, ერთი რო ისე კარგად ვეღარ ვივარჯიშებ, ვიდრე რო კარგად ჩაგეძინა, მეორე რო შენობა დინის ვაფშე არ გშია და რაღაცა ისე გშიოდეს, რაღაც უცნაურად გაიღვიძო რა, მანდ უკვე ჰორმონები ერთვება და აი რაღაცა საერთოდ არ გშია დინით და ძინის წინ ბევრი ჭამე გაიღვიძებ, შეიძლება ისე გშიოდეს რა. აი ცოტა ეგ გირევს უფრო დიდი შანსია რომ შენი დეფიციტის ამ დარღვევის ამბავი გაიზარდოს, ანუ უფრო დაარღვიო, ამიტომ ჯობია რომ თქვათ თუ დაყოფენი გაქვს ესე ვთქვათ 1, 2, 3 ჭამა საღამოს უნდა ჭამო ძილთან რამოდენიმე საათით ადრე აი 3-4 საათი ადრე თუ შეჭამ წიწიბურა მით უმეტეს რაღაც კონკრეტულად წიწიბურა ვახსენოთ საერთოდ არაა პრობლემა ისეთ პროდუქტია. წიწიბურა შემიყვარდა ახლიდან რა იმზედი ვილაპარაკე წიწიბურაზე მე მაგრამ მიყვარს რა და ხო არა რატომ ის რაციონში არის ხოლმე რა ხშირად ხო ხტები ანუ რა ვიკითხე რა რომ აი 6-ის მერე აღარ მიიღო ნახშირწყალი. ხო ეგ აი არა რა ცოტა რაღაცა არანაირად არ არის თუ შენ დეფიციტში ჯდება ანუ რომც მიიღო თუნდაც კაი ძინის ხარისხს დაიკიდო რა არა როგორმე არაა პრობლემა მეორე დღეს მოგშიდეს მაგრამ მოითმენ ვარჯიშდაც free workout-ს მიიღებ ჩააჭერი ვარჯიშებ ანუ ჭამე არაფერი არის შენ კნებას ეგ ვერ გააჩერებ თუ დეფიციტს არ გადაცდე თუ გადაცდენა მაშინ კი ვთქვით რომ ნახშირწყალს ჯობია ცილა მიიღო ცოტა უფრო სხვანაირად მოგეხმარება კვებებს ძალიან ისეთი მნიშვნელობა აქვს რა რომ ვიციან ხოლმე რომ აი ოღონდ კალორია არ აქვს დათვლილი რა საერთოდ თავის სხეულის იმასთან შედარებით რა რომ გამოითვალოს რომ აი მოდი ამ კალორიაზე მეტი არ უნდა მივიღო ანუ კლებაზე მაქვს ხა თუნდაც მომატებაზე იყოს რა და მე რაღაცნაირად ითვლიან ხოლმე შეიძლება იქ ყოველდღიურად რაღაცა რუტინა მაგრა გაექცეს კალორია სიტყვაზე თუ აქ მისაღები 1800 უცბად 2700-ზე ავიდეს მე რაღაცა ისევ ქვემოთ ჩამოვიდეს და ეს მე რაღაცა არაბალანსირებადია რაღაცა მაგას აბრანებს მე რომ ღამე ნახშირწყალი ციციბურა რო ჭამე მაგიტო არა აი ხან ამას რო ჭამდი ხან ზუსტად ეგ თქვი რა დეფიციტი ზუსტად ვიცი მე უკვე ბევრად მარტივი და ბევრად ისეთია რა თვალსაჩინო აი რაღაცა რაც არ უნდა მოხდეს წონაუცებ ავარდეს ჩავარდეს მარტივი დასადგენია რა რატომ რა ხან 1000 კალორიას რო იღებ ხან 2700 ხან რაღაც 5000 მე უკვე აი ხან რას აბრანებ ხან რას არას ძირითადად არასწორ დასკვნებს აკეთებ რა რომ აი ღამე წიწიბურამ მომამატა 2 კილო არა და 2 დღეა 2000 რაღაც 2700 კალორიით პნიუს ჭამ ვიდრე უნდა ჭამ რა და რავი მე მგონი მაგან მოგამატა ჭამდი და არა 8 საათზე რო წიწიბურა ორჯერ შეჭამე არა თან ესეთი კითხვები გვაქვს რა მითია თუ რეალობა საღამოს ჭამა აუცილებლად იწვევს წონის მატებას მითია თუ რეალობა თუ დეფიციტში ხარ არა არანაირად არ გემატება იდეაში მითი გამოდის რა. ოკეი. თუ დეფიციტი იცავ, სურო ძინის წინ ჭამო, საბოლოო ჯამში ეგ კნებას არ შეაფერხებს. როგორც ვთქვით, კი შეიძლება ძინის ხარისხი შეამციროს, მეორე დღეს რაღაც ცოტა სხვა განწყობაზე იყო, აგერიოს რაღაცები, მაგრამ კნების პროცესს ესე კალორია დეფიციტში თუ ხარ, არაფერხებს. პატარა მითი გამოდის. კარგი, კარდიო თუ ძალისმიერი ვარჯიში?
ჩემთვის მაგორიდან თუ ერთ-ერთი უნდა ავირჩიო უეჭვენი ძალისხმევი ვარჯიში. აუცილებლად. აი, შემდეგი აქედან იქნება მითია თუ რეალობა. შიმშილი არის ეფექტური გზა წონის დასაკლებად. მითია თუ რეალობა? მითი გამოდის. ეგეც მითი. შიმშილით როგორც თავიდან თქვით, მიზანს გააჩნია, მაგრამ რაც უნდა მიზანი კონდეს, თუ მით უმეტეს, აი ძალიან შიმშილობ, არაფერი არ გამოვა, შანსი. შანსი არის კარგი. გასაგები. აი, დილის ვარჯიში თუ საღამოს ვარჯიში? აი გრგორა, იცი? თუ ხან როგორ? იდეაში უმეტესობა ადამიანისთვის, ჩემთვისაც პირადად, საღამოს ვარჯიში საღამოს უფრო ისეა რა. ორგანიზმიც უფრო ხოძეა, მეტი საჭმელი აქვს ნაჭამი და გინდ ფამფი, გინდ ძალა საღამოს უფრო ხარ რა. მაგრამ ნუ აი როგორც კვებაზე ვთქვით რა, აი ვარჯის მოვარგო ჩემი მცენი ცხოვრების სტილი, სამსახური ყველაფერი არ გამოდის რა და იდეაში უფრო დღისით მიწევს ვარჯიში რა. ისეთ. ხო. ნუ ჩემ შემთხვევაში მე დილით უფრო რაღაცა ისე ვგრძნობ რა თავს და ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცა დილით თუ მაგდრო, დილით ვივარჯიშო რა. ინდივიდუალური სპონტია რა. მე ისეც მიცდია შუა დღეს დილითაც, რაღაც ღამის პირველ საათზეც ის საღამოს ყველაზე ისე ხარ რა, რაღაც 6-7 საათზე 2-3 ჭამა რო გაქვს ნაჭამი, აი მართლა იმენა დატენილი რა. კარდიო ვარჯიშები უფრო წავს კალორიებს ვიდრე ძალისმიერი. მითია თუ რეალობა? იცი როგორ თვითონ პროცესში კი კარდიო ვარჯიშის დროს, ნუ დრო რო ერთ და იგივე ავიღოთ რა, 1 საათი კარდიო, 1 საათი ძალისხმიერი, ნუ კარდიოს გააჩნია, ხა ძალიან თუ სეირნოფ რაღაცა, ძალიან ოდნავ რაღაც მოხდით ესე ამოძრავებ, ხა აი მოგხსნით უფრო მეტი კარდიო ვარჯიშის დროს დაიწვება კალორია რა. მაგრამ იმ ცნიანობაში რო აიღო რა, ცნიანობაში მარტო ერთ დღეს არ გულისხმობ რა, ცოტა ძალისხმიერს აკეთებდე მარტო რა. ძალისხმიერს აკეთებ, ნიშნავს რომ კონტური მასაც ცოტა შედარებით მეტი გაქვს, ვიდრე ვინც მარტო კარდიოს აკეთებს. კონტური მასა მეტი გაქვს ორგანიზმს თემი დღის განმავლობაში ზოგადად მეტი კალორიის დაწვა უწევს, რომ კუნთები შეინარჩუნოს, ასე ვთქვათ რა. ანუ რო აიღო რომ ვთქვათ ერთი თვე ავიღოთ მაგალითად, სულ ძალისხმიერი ვარჯიში აკეთო, ან ერთი კვირა სულ ერთი თვე სულ კარდიო და კონტური მასაც თუ რაღაც ისე გაქვს რა, ანუ სულ ვთქვათ ბიგინერი არ ხარ რა, რაღაც კუნთები ცოტა გაქვს. საერთოდ თვის ჯამი ძალისხმიერი ვარჯიშების კეთების დროს უფრო მეტი იქნება რა, დიდი შანსია რომ უფრო მეტი იყოს ვიდრე მარტო კარდიოს გაკეთების დროს რა. კუნთური მასა მეტ კალორიას მოითხოვს დღის განმავლობაში, რომ 24 საათი უფრო მეტი კალორია იწვევა, ვიდრე მიხვედი 1 საათი კარდიო გააკეთე, კაი რაღაც 600 კალორია დაიწვა. всё, მეტი აღარ დაიწვება. ვიდრე ძალისხმიერად ვარჯიშობ, კუნთები მეტი გაქვს, ჯერ ვარჯიშის დროს თქვა 600 არა 200 დაიწვა თქვა, მაგრამ ის 400 კი არა და უფრო მეტი კალორია იწვევა მცენი დღის განმავლობაში, ეს კუნთები რაც გაქვს, ეგ რო შეგინარჩუნდეს რა. ეგ ერთ თვეზე ვიდრე ის რაღაც ყოველ 600 კალორია 30 რო გამრავლო, ის უფრო მეტი გამოვა. ოკეი, ესე იგი რეალობა გამოდის ეს. რეალობა. გასაგები. სახლში ვარჯიში თუ ჯიმში ვარჯიში? სახლში თუ ჯიმი გაქვს? აი პატარა ჯიმი. ჩემთვის მაინც აი რაც არ უნდა, აი სრუნი თავისუფლება რომ მომცე, აი როგორი ჯიმიც გინდა, რაღაც home gym მოიწყე, რაც გინდა, რამდენიც გინდა ტრენაჟერი დადგი, მაინც გარეთ გასვლა მირჩენია რა. რაღაც სახლში ცოტა სხვა ის აი ჩემთვის არიან ადამიანები, ვინც აი ხო რა, ეს პირიქით გასვლა არ უნდა, აი მე გარ ვარ რა, მე მირჩენია რომ აი თუნდაც რაღაცა ნახევარი ხო რა, აი დარბაზში მივიდივარ რაღაც თუნდაც არ დაველაპარაკო სხვა სახეებს რო ხედავ რაღაცა სხვა ისაა რა, სოციალიზაციის რაღაც სხვა მუღამი აქვს რა. ვიდრე სახლში აი სასწაული დარბაზი რომ მქონდეს გარეთ მირჩენია მაგას რა. აი, cheat day დიეტის პროცესი მთლიანად არღოს. მითია თუ რეალობა? აი ადამიანს გააჩნია რა, აი cheat days თუ cheat week მოყვა. cheat game თუ cheat month გამოიწვია და დარხევა რა და რაღაც არ ვიცი, 3 თვე ისე მიუყვები და მე cheat არა რა, რაღაც ვაფშე არ მგონი ეგ ისტორია, არ ვეძახი cheat რაღაცას იზღუდავდი, რაღაც ნამწყვარს და უცებ რაღაცა შოუს მე ნამწყვარი შეჭამე, ანუ რაღაც ჩვეულებრივი რაღაცაა რა და
ისეთია რა ეს. ჩით არა რაღაცას რაც იმ პერიოდში შენი მიზნისთვის რაღაც არ იყო შეუსაბამო იყო, მე ჩვეულებრივად ჭამე, ნამცხვრის ჭამა რაღაც ჩით რაღაც, ჩით სხვა რაღაცა არის, რაღაცა რო იზამნა. ნამცხვარი ჭამე რა ჩით გინდოდა და ჭამე რა. ჭამე რა საკაი. შეჭამე რა, მარტო. საჭმელზე ჩით რაღაც არასწორი სიტყვა და ჩითვიქ დაუბრუნდა ისე მაგას თუ ჩითვიქ მოყვა. ეგ დაბრუნდა. ხო არა ჩიდეი ასწორებს აი ბიჭო ჩიდეი მქონდა და აი დილი და ლაკ როგორ საკაიფოდ გაკეთებული იცი აი მეტრიანი კაბაბი და ისველ ტომატიანი ტუჩებით რომადის ხო მაგაზე იცი რა არის აი ზოგს მაგეთად რაღაცა ძალიან რო გიყვარს რა და ყოველდღე რო შეგინია ეგ კაბაბი ახსენე ყოველდღე კაბაბს რო ჭამანო ვიდრე რო შეადარო რომ ძალიან მაგრად გევასება კაბაბი და ერთი კვირა ან ერთი თვე არ ჭამე და მერე რო შეჭამ რა მაგის ჭამის პროცესში სიამოვნება ხო შეიძლება ზოგჯერ აი სპეციალურად ხნა რაღაცა ძალიან გიყვარდეს და ერთი კვირა არ ჭამო და რაღაცა აი შეინახოსავით რა და მერე რა შაბათი გემატებია და რო დაუბერა შეიძლება გადაყვა ისე გაგისწორდება ისეთი შეგზა სიამოვნება ბევრად დიდი იქნება ვიდრე ყოველდღე დღეში სამჯერ ყოველდღე კაბაბს რო ჭამდე ბობოლო სიტყვი აღარ მიყვარს კაბაბი. ო დაკლებასე რო ხარ. აი მაგრამ მივასებ. უვერაგდებს რა ეხა კაბაბს რა. მართლა აი არის რა ეხა ადამიანი აი წარმოედგინე სანდრო. მოვიდა შენთან მომხმარებელი. თან გეუბნება რომ უნდა მავარჯიშო უეჭველი რომ აი კაროჩ ფორმაში ვიყავ და ყובה დამეწევ უყოდ კაბაბი უნდა იყოს უეჭველი. აი სანდრო უნდა ჩაურთო კაბაბი. აი გეუბნება რომ აი ვერ დავანებებ აი პირდაპირ. ვაფშე არ არწუნი ნახე უყურე სამ თქვა ჭამს სამ ჭამას რა. საუზმე კაბაბი და ღამე კიდე რა. ხო და კაბაბის კრუასანები რა რაც გინდა არა აქვს მშო კრუასანი კემა თუ კაბაბი არ აქვს. კაბაბის კრუასანი რატო საიდან მოვიდა ეხა კაბაბი აი ამოზვრა უცბად აი იყო კაბაბის კრუასანი კაბაბი ლავაშის დედა კრუასანში რა კაბაბი კრუასანში იყო ერთი ყველაზე კაი იქნება თუ თქვათ შეარჩევ რომ აი კაბაბის კრუასანი ერთ კონკრეტულ ადგილას რო კეთდება იქ ჭამოს რა ანუ უძა წარმოვიდგინე შეიძლება სხვადასხვა რესტორანში ზოგში დიდი იყო ზოგი პატარა ზოგში ბევრი ის კონდეს ცომი კონდეს რაღაცა და ამიტომ ერთ კონკრეტულ ადგილას უნდა ჭამდეს იქ სულ ერთ და იგივე კალორია იქნება ასე თუ ისე იმიტომ რესტორანში რაღაც ზუსტად იციან რა რაოდენობა უნდა გავიდეს და დინით საუზმეზე თქვა რაღაც კალორიას ავიღებთ საღამოს უახშამზე რაღაც კალორიას ავიღებთ რა ეს შუაში კაბაბია და ერთი კვირა გავიდა და ვერაფერი ვერ დაიკლო. მე ან საუზმეს მოვაკნებ ან იმას, რა კაბაბს არ ვეხები რა. კაბაბი არის აი ცოტა კალორიას არ ეგრეთ თუ მოვიდა რომ ვერა მაგის გარშემო ჩაუშვი ან საუზმეს მოვაკნებ რაღაცა ორი ნაჭერი პურის მაგათ ერთ შეჭამს თქვათ ან საღამოს ჭამ და რაღაც წიწებურა ავიღე და 100 გრამ წიწებურას 80 ან 70 შეჭამს, იო რა კაბაბი ვერ შეუშნე და ეგეც შეგრძნები ვისაც გინდათ კაბაბი მოდი აუ სანდრო ეს კაბაბის დიეტა ბაზარი ძალიან მაგარი კაბაბის დიეტა და დაკნება შეენევა შოუსთვის ვერ მაგრამ ვიკებს გამოვიყენებს ძალიან კაი იყო სიარული თუ სერბელი სიარული ყველა ვარიანტი რაც უნდა მიზანი ქონდა ეხა თუ რაღაც ტრეკზე არ გარბიხა და რაღაც 11 წამში არ უნდა სიარული ყველა ვარიანტში. კაი, ვარჯიშის წინ ჭამას დის ენერგიას, მითია თუ რეალობა. იცი როგორ არის, უმეტეს შემთხვევაში კი რა, რეალობა გამოდის. მაგრამ მაინც არიან ადამიანები, რომ აი ვარჯიშის წინში დროს გააჩნია, მაგრამ აი რაღაც 1 საათი, საათნახევარით ადრე თუ ჭამა, მეც მაგალითად ისევა რომ აი ცოტა მძიმეთ ვარ, აი მირჩევნია რომ რაღაც 3-4 საათი დინით აი კარგად რო ვისაუზმებ, თქვა 10 საათზე 2-მდე არ ვივარჯიშო რა. აი 10-ზე რო ჭამო და 11-ზე ვივარჯიშო, ვერ ვივარჯიშებ რა. ჯერ კიდე აი გადამუშავების პროცესი მიდის და აი პირიქით რა რაღაცა აი მაგრა ჭამე გონია რომ მაგარ ენერგიაზე უნდა იყო ვერ არა იმ წონებს ვერ გავაკეთებ და ისე ვერ ვივარჯიშებ. არიან ადამიანები ვიცი რომ აი 1 საათის წინ ჭამა რაღაც საკაიფოთ ისე და გიჟივით ვარჯიშობს. მაგრამ ეგეც ძალიან ცოტაა რა, უფრო მეც ცოტა ურჩევნია ეს ცოტა გადამუშავდეს ეგ ამბავი რა. კი ბატონო.
ეს ზუსტად უეჭვენი ვერ იტყვი რა, მაგრამ ვარჯიშის წინ საკვები ენერგიას უეჭვენი გაძლევს რა. და კიდე ერთი, წონაში კლება ვარჯიშის გარეშე შეუძლებელია. მითია თუ რა? არა, ეგ მიმითი არა. ყვება თუ აი რაღაც დეფიციტში ვარჯიშის გარეშე წხდები, უეჭვენი დაგაგდება. ამბერი ზოგი არ ვარჯიშობს და რავია. ისეთი ისე არიან. გამხდარაც რა, მაგრამ ვარჯიში ეხმარება ძალიან რა. აი პროცესს ბევრად უფრო ამარტივებს რა. ეს. და კალორიული დეფიციტი თუ კვების დაბალანსება. წონის დაკნება რო გინდა? ხო. იცი როგორ? აი შეიძლება კვება დააბალანსო, მაგრამ დეფიციტში თუ ვერ მოხდი, ვერ დაიკნებ. რა, სუ ყველა პროდუქტი რასაც სუ ჯანს არ გაიგია, სუ ჯანსაღით კვებაზე გადავედი და ვერაფერი ვერ დავიკენე. კი, ყველაფერი ჯანსაღით ჭამდა, მაგრამ კალორია თუ დეფიციტში არ მოხდა, ვერანაირად ვერ დაიკნებ. ნუ იდეალურ ვარიანტში დეფიციტი და აი 80-20-ზე რა, 80% ჯანსაღი თუ იქნა და 20 შოკოლადი იქნათ მომწყვეტ რაღაც თუ გაური აი თითქმის უმეტეს შემთხვევაში იდეალური ვარიანტი ეგ გამოდის რა. ხო, ეგაა რა, იდეაში. რაც გვინდოდა, რაც გვაინტერესებდა. ძალიან საინტერესო ისა პოდკასტი გამოვიდა რა. ბევრ შეკითხვაზე პასუხს გაიგებენ. კი, და დარწმუნებული ვარ მართლა ძალიან ბევრს კი არა ჩვენ გვაინტერესებდა კიდე ბევრი რაღაცა ესე ვთქვათ რა და კარგია რომ დღეს ჩვენი სტუმარი იყავი სანდრო. მადლობა მოწვევისთვის. მოკლედ მეგობრებო, ეს იყო ჩვენი კიდევ ერთი ოქტო ეპიზოდი. რო არ გამოტოვოთ არც ერთი ჩვენი ეპიზოდი, ამისთვის გამოგვიწერეთ Spotify-ზე და YouTube-ზე. კარგად იყავით. Adiós. ნახვამდის.